Დავრუნდით პირდაპირ ეთერში ბანკებისგან დაბლოკილი სისტემა თუ მიზანმიმართული კამპანია მოსამართლეების ნაწილი საზოგადოებრივ ზეწოლაზე ალაპარაკდა. მსაჯულები ამტკიცებენ, რომ კერძო ბანკები სამომხმარებლო სესხებს აღარ აძლევენ. სახელდება უარის თქმის რამდენიმე მიზეზი. საგაზეთო სტატია სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლება და პოლიტიკური მოტივი. თუმცა იურისტებისთვის მოსამართლეების პრეტენზია არადამაჯერებელია. მით უმეტეს, რომ დღეს მსაჯულებმა მეცხრე არხის ჟურნალისტ ვერ დაუსახელეს ერთი კონკრეტული ბანკიც კი, საიდანაც უარით გამოისტუმრეს. ფაქტი თქვეს, მაგრამ არ დააკონკრეტეს. ის, რაც მოსამართლეებმა საზოგადოებრივ ზეწოლად მიიჩნიეს, მხოლოდ სანახევროდ გახდა ცნობილი. საერთო პროტესტის მიუხედავად სასამართლოს წარმომადგენლებს არც მოსამართლეთა ვინაობა და არც ის ბანკი დაუსახელებიათ, სადაც სამომხმარებლო სესხზე უარი მიიღეს. არ ვიცი მეთქი და რატომ წერთ ხა? მე ხო ნებართ ვარ დამიტვია თქვენთვის ინტერვიუს მოსამართლეების თქმით, კრედიტის ასაღებად მისულ კოლეგებს ბანკში უარი გაზეთ ქრონიკის იმ რუბრიკის გამოუთხრეს, სადაც ისინი სიმართლის მკვლელებად შერაცხეს. კრედიტ-ოფიცერმა გაზეთში მითითებული მოსამართლემ სესხებელში ამოიცნო. ამ ვერსიის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ არასათანადო მოპყრობის საბაბი მოსამართლეების მადისკრედიტებელ პუბლიკაციასთან ერთად ბანკის პოლიტაქტიური თანამშრომლის პოზიცია გახდა. სახელდება სხვა მოტივიც. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფაქტს ბანკების პოზიციას უკავშირებს და განმარტავს, რომ მოსამართლეებს უარი დაგეგმილ სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის გამო განუცხადეს. ჩვენ თუ სამართლებრივ ნიჰილიზმს დავნერდით საზოგადოებაში და მუდმივად ვისაუბრებთ სასამართლო სისტემის მდგომაზე, ეს არანაირ სამართლებრივ შედეგს არ მოუტანს არც პოლიტიკურ ძალებს, არც საზოგადოებას, არც სასამართლო სისტემას და პირველ რიგში კონკრეტულ მოქალაქეებს, რომელთა საქმეც უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომელიც არსებობს და რომელიც მარსაჯულებას ახორციელებს. ის საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებიც მოსამართლეებზე, ასე ვთქვათ, საკმაოდ არაჯანსაღ კრიტიკას მიუთითებენ, თავისთავად გარკვეულწილად რისკ ფაქტორად წარმოიდგინა ამ ბანკმა თუ ბანკის თანამშრომელმა და მე ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოვიდეს, რომ კონკრეტული შემთხვევა არ არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, რამეთაც ზოგადად ტენდენცია არ უნდა იყოს ასეთი. სასამართლო უწყების მაღლების არგუმენტები არადამაჯერებლად ჟღერს უფლებადამცველებისთვის. ვითარება, სადაც ბანკის კრედიტ-ოფიცერის უსაფუძვლო უარი მოსამართლეების იურიდიული რეაგირების გარეშე დარჩა, ადვოკატებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ. უკვე არსებობს ეჭვი, რომ ფაქტი რეალურად არც მომხდარა. ვიდრე არ დასახელებულა კონკრეტული ბანკები, კონკრეტული თანამშრომლები და კონკრეტული მოსამართლეები, ვის მიმართაც ასეთი შეუსაბამო რბილად რო ვთქვათ, ქმედება განხორციელდა, მაშინ ცხადია არ არის გამართლებული ასეთი განცხადებების სააშკარაოზე გამოტანა. მათ თანამდებობებს შეექმნათ დღეს საფრთხე და დღეს იმიტომ ამოიღეს, მაგრამ ლაპარაკობენ, ეგრეთ წოდებულ ზეწოლაზე, ბანკების მხრიდან თუ მათსა როცა წლების განმავლობაში ისინი თქვათ, თავისი შეხედულებისამით თავიანთი დამოუკიდებლად ვერ გამოაქვთ გადაწყვეტილები, ზირთად გულისხმობს სისხლის სამართალწარმოების ადმინისტრაციულ პროცესს. ეს არის მათი მხრიდან რაღაც გარკვეული დაცვის გარანტიები, ჩაგრულის მანტიის მორგება. მომხდარის შესახებ არაფერი სმენიათ ბანკების ასოციაციაში. რეაგირებისთვის მიმართვა არც ეროვნულ ბანკს მიუღია. თავად მოსამართლეები გადაჭრით ვერ ამბობენ, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ კომერციული ბანკების საზეთამხედველო უწყებას ფაქტის მოკვლევის მოთხოვნით მიმართონ.